დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ინდოეთის რამდენიმე სამთავროს შეეძლო აერჩია ინდოეთს შეერთებოდა თუ პაკისტანს. ერთ-ერთი ასეთი კი იყო ქაშმირი. რეგიონში ძირითადად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობდა და მათი უმრავლესობა პაკისტანთან შეერთების მომხრე იყო. ქაშმირის მაშინდელ ლიდერს ინდუსი წარმომავლობის მაჰარაჯა ჰარი სინგს კი დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდა. მაჰარაჯას ამ პოზიციამ მუსლიმ ქაშმირელებში რევოლუციური მოძრაობა წარმოშვა, რასაც მოყვა შეიარაღებული აჯანყება. აჯანყების ჩასახშობად კი ჰარი სინგმა დახმარება ინდოეთს თხოვა. ამის სანაცვლოდ ინდოეთმა ქაშმირზე კონტროლის მოპოვება მოითხოვა, რასაც სინგი დათანხმდა და ოფიციალურ დოკუმენტსაც მოაწერა ხელი. თუმცა პაკისტანმა ეს შეთანხმება არ სცნოდა ინდოეთთან 1947 წელს პირველი ომი წამოიწყო. 1948 წელს კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთო გაერო, რის შედეგადაც ქაშმირი ორ ნაწილად გაიყო და დადგინდა ეგრეთ წოდებული საკონტროლო ხაზი. დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ინდოეთის ამის მიუხედავად ორივე მხარე მთლიანად ქაშმირის ტერიტორიას მაინც საკუთარ მიწად მიიჩნევდა.